სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე აწურთვას და ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა და ის ეხება განსაწმენდელს და ჩვენ ამაზე გვილაპარაკია. ინგლისურად ეს არის პურგატორი. ამაზე ფილმიც არის გადაღებული და ძალიან ცნობილი დოქტრინა არის კათოლიციზმში და რაღაცა მსგავსი აქვთ მართლმადიდებლებს. თხოვთ რომ შეისწავლოთ. ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანი, როდესაც გარდაიცვლება, მოკლედ არსში გეუნებით მსგავსობას. ადამიანი, როცა გარდაიცვლება, მას შეგვიძლია ჩვენ რომ რამეთი უშუალოდ აქედან და ამათ ორივეს ჯერათ რომ შესაძლებელია ეს შველა რომ ადამიანი პირდაპირ არ მიდის არც ჯოჯოხეთში და არც სამოთხეში. რომ არის რაღაცა შუა მავალი ადგილი და ძალიან ესეთი ბოროტი ადამიანები მგონი პირდაპირ ჯოჯოხეთში უშვებენ. ახლა ეგ არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ პროტესტანტიზმში, როდესაც პროტესტანტებმა ეს ბიბლიაზე დაამყარეს თავიანთი რწმენა, მათ ყველანაირად მიიღეს ის დოქტრინა, რაც ბიბლია ამბობს, რომ ადამიანი ერთხელ გარდაიცვლება და იმ წუთაცვე არის განსჯა, უკვე მას ვეღარაფერი ვეღარ უშვილის, ამიტომ ხსნა აქ უნდა მოხდეს ადამიანის გადარჩენა. და გადახედეთ სახელმწიფოს, აი ძალიან მარტივი ტესტია. ყოველთვის ეს მე როცა მითხრეს მე და ამას ყოველთვის ვიმეორებ. აი ძალიან მარტივი ტესტია. გადახედეთ იმ სახელმწიფოებს, ლაპარაკი არ არის ახლა მუსლიმანებზე და ბუდისტებზე. იქაც შეგიძლიათ გადახედოთ, სადაც ინკარნაციის ჯერათ, სადაც ისლამი არის, თუ როგორი სახელმწიფოებია ისინი. და როგორი კანონიერის მორჩილი სახელმწიფოებია შედარებით კიდე ლაპარაკია პროტესტანტული სადაც აქვთ წანამძღვრები და ისტორია. შეხედეთ, მე ვიცხოვრე ორი ქვეყნის მოქალაქე ვარ, ავსტრალიის და კანადის. იქაც ვიცხოვრე სადაც 13 წელი და აქ ცხოვრობ უკვე 2009-დან, 2009 წლიდან, ხო? და გითხარით, კანადა არის დაფუძნებული ორ კანონზე, არიპარო და არიქურდო. ისეთი ეს არის ადამიანებში გამჯდარია. და ეს ხო გითხარით ამას რის საფუძველი აქვს? საფუძველია ქრისტიანული საფუძველი. რომ ადამიანები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ თუ აქ არ გამოსწორდი, თუ აქ არ დავიბადე, გესმით, მე ხსნა აღარ მაქვს, მარადისობაში მივდივარ, უკვე ვეღარავინ ვეღარ მიშველის იქ. და როცა შენ ტოვებ პატარა ფანჯარას, ღიობს, ხო? ესეთი, სადაც შეიძლება რომ რაღაცა მოიგონო, ადამიანურად ჩააქსოვო. და ეს არის ადამიანურად, რომ შვება მისცენ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, მეგობრებს, რომ მათ შეუძლიათ კიდე რაღაცა ზემოქმედება გააკეთონ ადამიანის მარადიულ სულის ადგილსამყოფელზე. გესმით რაზეა ლაპარაკი? და ეს არის ყველაფერი გადამოცემები. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ მიაქციოთ ყურადღება, ახლა ბატონი ჯონი რომ მოყვება, სათვალავშიც კი არა თulis მართლმადიდებლობას. სათვალავში. იმიტომ რომ თლიანად ეგ ეკლესია მოიაზრება როგორც კათოლიკური. თლიანად. ეგ არის განშტოება. მართლმადიდებლობა არის კათოლიციზმის განშტოება. მათ ერთად დაიწყეს და ის ყველაზე ძირითადი რაც ტვირთი აქვს, ხო? ისინი ატარებენ. აბა გადახედეთ, მილიარდზე მეტია, რა ქვია, კათოლიკე. ყველაზე დიდი გაერთიანებაა. და შეიძლება 300 მილიონი იყოს მართლმადიდებლები, ხო? და 500 მილიონი და დანარჩენი რჩებიან პროტესტანტები, იცით? და ყველაზე დიდი ზრდა იქ არის. მართლმადიდებლებში ზრდა საერთოდ არ არის. ხო მაგხრივაც რო შევხედოთ, კუთხე ხო მაგის შეიძლება არ იყოს საზომი, მაგრამ მე რას ვამბობ, რომ ძირითადი ვინც ატარებს აი ამ რაღაცა ისტორიულ იმას წანამძღვრებს დავარქვა თუ დოქტრინალურ გადახრებს, ხო? ესენი არიან კათოლიკები და ესენი არიან გავლენას რო ახდენენ და პროტესტანტების სამიზნე ყოველთვის ეგენი იყვნენ საკრიტიკებლად. და მართლმადიდებლობაში საერთოდ არ მოხდა რეფორმაცია, აბსოლუტურად არ შეხებია, რაც მოხდა, ესე იგი, კათოლიციზმში იყო როგორც მარტინ ლუთერის რეფორმაცია, ხო? ასევე შიდა რეფორმაციაც იყო მერე. მაგათ დაუპირისპირდნენ და თვითონ რეფორმაცია გაეკეთებინათ, იმიტომ რომ რაღაცნაირად უნდა გადაერჩინათ რეპუტაცია, ხო? ამ რეფორმაციის შემდეგ, პროტესტანტული რეფორმაციის შემდეგ და მართლმადიდებლობაში მსგავსი რამე არსად არ მოხდარა. და ლაპარაკია აღმოსავლურ ქრისტიანობაზე. და ახლა განშტოებები იქ არ აქვს მნიშვნელობა, ეთიოპიური, კოპტიკური, თუნდაც სომხური რო შეიყვანოთ, ხო მანდა. არ შეხები აღმოსავლეთ ქრისტიანობას რეფორმაცია. და ამიტომაც არის სახელმწიფო ინსტიტუტებთან გადაფსკვნილები ეგენი. ყველაზე დიდი კიდე რუსეთი არის. და გადახედეთ ცხოვრება რა ხდება. ორი მართლმადიდებლური სახელმწიფო ებრძვის დღეს და ხოცავენ მილიონობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-უკრაინის ომში. და ისინი ერთი რწმენა აქვთ, ერთი რელიგია აქვთ. ასევე საქართველოს აიღეთ რა მდგომარეობაში. ხალხო ეს ხო არის ნიშანი იმისა, რომ რაღაც არასწორი არის მანდა, ხო?
და სადაც მოხდა პროტესტანტული ისა, იქ მოხდა ასევე განმანათლებლობა, იქ მოხდა ძალიან ბევრი რევოლუციები, რომ ადამიანები ელემენტარულად დათმეს ის ძალაუფლება, გესმით? უსისხლო იყო ინგლისის რევოლუცია და ძალიან ბევრმა ამერიკა როგორ შეიქმნა, ხო? რომ ელემენტარულად მისულიყვნენ ისეთ აზრზე, რომ კონფლიქტი ამ დედამიწაზე რაღაცნაირად უნდა მოაგვაროთ დიალოგის გზით. და მივცეთ უფლება სხვა რელიგიებს, სხვა ადამიანებს წასისას, რომ იცხოვრონ თანაბარ პირობებში, კანონის, სეკულარული კანონის და მოაგვარეს ეს საკითხები და ნახეთ, აქ სადაც მართლმადიდებლობა როგორ არიან ჩაციკლულები სამშობლოს გაღმერთებაზე. ამის გამოა ჩხუბი, ხო? სამშობლოს ტერიტორიის გაღმერთებაზე და იმასაც კარგავენ ადამიანები და ვერ უვლიან მაგასაც. ეს რაც მინდოდა მეთქვა და მოდი მოусვინოთ პიროვნებას, სახელს არასახელებს. სალამი ჯონ, მოგესალმებით. მე მინდოდა მეკითხა განსაწმენდელი შესახებ. თქვენ ქადაგებდით კათოლიკეების შესახებ. და მე ვიცი რომ ამის რეალური პრობლემა არსებობს. ჩემი მშობლები კათოლიკეები არიან და ისინი ყოველთვის საუბრობენ იმაზე და ერთგვარად აწონასწორებენ ხსნას სამართლიანობის მასშტაბით. თუ თქვენ მაგალითად გაქვთ კეთილი საქმეები ამ დედამიწაზე როცა იცხოვრეთ, ვიდრე ცუდი საქმეები, მაშინ მიდიხართ 64-ში. და თუ ისინი ერთგვარად ისევე არიან მაგალითად არა თანაბარი და თქვენი ცუდი საქმეები უფრო ჭარბობს, მაშინ მიდიხართ განსაწმენდელში. მე მაინტერესებდა, არის თუ არა ბიბლიაში შესაბამისი მუხლები და რას ამბობს ამაზე წმინდა წერილი. გარკვეულია წმინდა წერილი ამის შესახებ და ჯონ მაკარტური პასუხობს. ხედავთ, ასე რომ მტკიცების ტვირთი, როგორც ბევრჯერ მithქვია, ხო, მათზე გადადის. და რატომ? რომ არ არსებობს წმინდა წერილში ანალოგია, რომელიც ამბობდეს რაიმეს განსაწმენდელზე. საერთოდ არ არის. და ისინი ასწავლიან, რომ თუ გაქვთ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მეტი კარგი საქმეები, ვიდრე ცუდი, შეგიძლიათ 64-ში მოხვიდეთ. მაგრამ ამ დოქტრინით, რომ იცოდეთ, ძალიან ცოტა ადამიანი თუ მოხვდება პირდაპირ 64-ში. გულისხმობ, რომ ეს არის ძალიან უჩვეულო კათოლიკურ სისტემაში. ადამიანების უმეტესობა მიდის განსაწმენდელში. და არსებობს განსაწმენდელში შრეები, რომ იცოდეთ. თქვენ გამოდიხართ განსაწმენდელიდან იმით, რომ დედამიწაზე ყოფი ხალხი სანთლებს დაანთებს, ილოცებს თქვენთვის და რაღაცა ინდულგენციებს შეიტანს. და ის უნდა იყოს ძალიან კარგი ადამიანი, ვინც ამას გააკეთებს. ასე რომ იქ არის შრეები, როგორც გითხარით. და თქვენ ანგარიშზე ვიღაცამ უნდა დადოს ეს სიკეთეები და კარგი საქმეები აქედან ცოცხალმა ადამიანებმა. და ახლა როდესაც განსაწმენდელზე ვინმე მოდის და მე მიპირისპირდება ამ კათოლიკური რწმენით და მეუნება, იცით, ჩვენ გვაქვს განსაწმენდელი პურგატორი. ერთადერთი კითხვა, რომელიც მე მინდა რომ დაუსვა, ეს არის, აჰა, ჩემი ბიბლია და მაჩვენე სად არის ეს. და მაშინ იწყება გახსნიან ჭიების მთელ დიდ ქილას, რადგან ჭიების დიდი ქილა ბიბლიაში არ არსებობს. მაგრამ მათთან დიდი პრობლემა ის არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა ეს ბიბლიაში არის თუ არა, რადგან მათი ტრადიცია, მათი ეკლესიის გამოცდილება ეს წმინდა წერილის ტოლფასია. თქვენ ხედავთ, რომ მათ ჯერათ, რომ ტრენტის კრება ან ყველაფერი, რასაც რომის პაპი აკეთებს, ექს კათედრა, ადრეც გელაპარაკეთ ამაზე, რაიმე სხვა საბჭოს მიერ განსაზღვრული რაღაცა დანიშნულება და დადგენილება ისეთივე სავალდებულოა, რასაც წმინდა წერილი გვეუბნება. ანუ გათანაბრებულია ისინი. თუ პაპი ქრისტეს ვიკარი, რომელსაც ამბობენ, შუამავალი, მის ჭეშმარიტის კრების მეშვეობით დაადგენს რაღაცას, ხომ? ენციკლიკა. მაშინ ეს ტრადიცია წმინდა წერილის ტოლფასი ხდება. ასე რომ ფაქტობრივად ისინი იგივეა და ამიტომაც ვიყენებ მათ შესადარებლად ებრაელების პარალელურად. ებრაელებიც ესე იქცევენ, გახსოვთ, ჩვენ რო ვილაპარაკეთ, ხო? წინდა ცვეთაზე და ტრადიციებზე. ისინი ერთ ყუთში უნდა მოვათასოთ ებრაელებთან. ერთ ტომარაში. მე წიგნი, რომელიც დავწერე ქარიზმატიკაზე, ასევე შემიძლია ვთქვა, ქარიზმატული მოძრაობის ძირითადი საკითხები ძალიან გვანან მას. ასევე მათაც ბიბლიის გარდა შეიმუშავეს ტრადიცია. მე მათ მითხრეს მაგალითად, თუ სულიწმიდით არ დაიჭრებით, სულ მცირე რამდენჯერმე კვირაში ან ერთ თვეში, თქვენ ვერასოდეს გაიგებთ ღვთის ძალას თქვენ ცხოვრებაშიო. და ამაზე ყოველთვის ჩემი პასუხი ესეთია, გასვოთ წერილებს, უამრავ წერილებს წერენ ხოლმე ისინი.
მე ვეუბნები, სად წერია, რომ სულით უნდა დავიჭრა. სად? და ეს არ არის ბიბლიაში, მაგრამ ტრადიცია ამოიზარდა მათ რიგებში და თუ თქვენ განაგრძოთ ამ გამოცხადებებს, ხომ? თქვენ ეს გექნებათო. ასე რომ ერთადერთი გზა, რომლითაც შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ამას, არის ის, რომ შეეცადოთ დაანახოთ კათოლიკ ადამიანს, რომ ბიბლია არის ღმერთის გამოცხადების ერთადერთი დასაწყისი და დასასრული. და აუდიტორიდან კითხვის დამცველი აგრძელებს. დიახ, სამწუხაროა, ჯონ, გეთანხმებით, იმიტომ რომ დედაჩემი და მამაჩემი კათოლიკეები არიან და ყოველდღიადიან ეკლესიაში, მაგრამ მათ ხელში მე ბიბლია არასოდეს არ მინახია. საერთოდ არ მონაწილეობს ბიბლია მათ რწმენაში. ჯონი, ხედავთ? სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე, ამ კვირადილით. ეს არის ცერემონიალური, საზეიმო რელიგია. ეს არის ის, რასაც ვამბობდი გასულ კვირასაც. გახსოვთ ხომ? კვირაღამითაც, როცა მე ლაპარაკობი, რომ წინდაცვეთა გიბიძგებს აქეთკენ. და ეს ცერემონია და რიტუალია, ეს რელიგიური რუთინაა. ამდილი ჩვენ საუბრობდით ხელების დაბანვაზე, გახსოვთ ხო, ცერემონიალურად უნდა დაებანათ ხელები, ფეხები, ეს მაგალითად მუსლიმანებსაც აქვთ ეს გადმოღებული იქიდან. იგივეა, როცა მიდიხართ ეკლესიაში და ანთებთ სანთელს. იგივეა, აი, რაც დანიშნულებას აკეთებდა ხელების დაბანვაც, ხო? სახის დაბანვა და ცერემონიული დაბანვა. იგივე არის სანთლების დანთობა. ავტომატურად მიდიან ანთლებენ სანთლებს, დაიჩოქები, ადგები, მერე იწყებენ მძივე კრიალოსნებზე როზმერების ლაპარაკს ლოცვებს და ეს ყველაფერი ძალიან ტრაგიკულია. და აუდიტორიდან ერთი რამ მინდოდა კიდევ ჯონ მეკითხა, როდის დაიწყო კათოლიკური ეკლესია ოფიციალურად? რა იყო ეს თარიღი ისტორიულად? და ჯონი პასუხობს. დიახ, თქვენ მოგიწევთ რომ დაბრუნდეთ 325 წელს კონსტანტინესთან ერთად. კონსტანტინემ დაადგინა საღვთო რომის იმპერია, როდესაც ის მოვიდა რომის იმპერიის მმართველად და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. და ის მიზნად ისახავდა, რომ დევნა ყოფილიყო გამოცხადებული ყველას მიმართ, ვინც არ იყო ქრისტიანი. ასე რომ მათ ერთგვარად აქციეს და მან აქცია ქრისტიანობა პოლიტიკურ რაღაცა იარაღად. და პოლიტიკური საკითხი იყო ეს და არა იმდენად რელიგიური. და 325 წლიდან მოყოლებული საღვთო რომის იმპერიის ეს სახეობა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ერთგვარი კვაზი ქრისტიანობა დაუკავშირდა რომის იმპერიას, ან თუნდაც კონსტანტინეს იმპერიას იმ მომენტში და ის განაგრძობდა ასე განვითარებას. განვითარდა და მივიღეთ ბნელი საუკუნეები მთელი ამ ხნის განმავლობაში. და საბოლოოდ ის დაიმსხვრა და დაინგრა. და მთელი ამ ხნის განმავლობაში, სანამ ის არსებობდნენ ასევე დისიდენტური ჯგუფები. ხო მართალია, იყვნენ ჯგუფები, რომლებსაც ჭეშმარიტება ჰქონდათ და ნამდვილი ეკლესიას წარმოადგენენ. იყო ნამდვილი ნარჩენი სისტემის გარეთ, მაგრამ ბოლოს ეს ორგანიზაცია ცაში აფეთქდა მარტინ ლუთერის მეშვეობით. მაგრამ ძირითადად თქვენ უნდა დაბრუნდეთ 325 წელს, ფიქრობ რომ იქ იპოვნით ამ სისტემის რეალურ ფესვებს. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ზოგიერთის ადრეულ ნაწილებში, რომლებიც ცნობილია როგორც ნიკეის კრება და ნიკეის შემდგომი მამებიც. დიახ, დაახლოებით ეს დრო უნდა ვივარაუდოთ მე-4 საუკუნე. გასაგებია? გმადლობ ჯონ, გასაგებია.